გადაცემა დროული დიალოგი. მოგესალმებით, დღეს ოთხშაბათია და ტრადიციულად თქვენთვის მუშაობას იწყებს დროული დიალოგის ფორმატში. მე ჟურნალისტი და წამყვანი ეკა სეხნიაშვილი, მიმდინარე პოლიტიკური თემებით და საკითხებით, რომელიც ამ მომენტისათვის აქტუალურია. ქართული პოლიტიკის დილემა, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციის მონაწილეობა არ მონაწილეობის საკითხი, ოპოზიციის წინააღმდეგ ორად გაყოფილი ფლანგი, გაურკვევლობა და დისპოზიცია, რომელიც ოპოზიციურ სპექტრში სუფევს, არის თუ არა წამგებიანი ოპოზიციური პარტიისათვის არჩევნებში მონაწილეობაზე უარის თქმა, მაშინ რისთვის ემზადება ის, რა სცენარია გათვლილი ქართულ პოლიტიკურ სივრცეში, არის თუ არა მართლაც ხელისუფლების გზავნილი და ინფორმაცია, რომ ოპოზიციის ნაწილი არეულობას გეგმავს ოქტომბერში. მეორე საკითხი, ევროპული ულტიმატუმი, ევროპული ბიუროკრატიის პოლიტიკის ფასი, რომელსაც ის ხელისუფლებას თავაზობს და უგზავნის, რა უნდა აირჩიოს ქართულმა საზოგადოებამ, კარგავს თუ არა რეალურად ევროპულ გეზს და გზას საქართველოს ამომრჩეველი და სად გადის ზღვარი, ასე ვთქვათ, საქართველოს ქართულ იდენტობასა და ევროპულ დათქმებს შორის. ეს ძალიან სადაუდო მნიშვნელოვანი საკითხია და ბოლო დღეების განმავლობაში კი არა, ვფიქრობ, რომ ბოლო წლებში განსაკუთრებით კანდიდატის სტატუსის მინიჭების შემდგომ აქტუალური გახდა ქართულ პოლიტიკურ სივრცეში კი არა, ყველა ოჯახში შეიძლება ითქვას. მაშასე შეტევა ეკლესიაზე, NGO-ები, ანუ ეგრეთ წოდებული არასამთავრობო სექტორი, პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ევროკავშირისგან დაფინანსებული, კერძოდ ისინი ზეწოლას ახდენენ ამ მნიშვნელოვან ინსტიტუტზე, რასაც ქვია საპატრიარქო და მესამე საკითხი, ეს არის ასევე მნიშვნელოვანი საკითხი, ეს არის ზოგადად ასე ვთქვათ ქართული პოლიტიკურ სპექტრში ბულინგი და ბულინგის თემა. დღევანდელი გადაცემის სტუმრები საინტერესო დისკუსია გველოდება. იქნება უფრო განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების მქონე პერსონები, თორნიკე ზედელაშვილი, პოლიტოლოგი და პროფესორი საერთაშორისო ურთიერთობის საკითხებში, ბატონი ლაშა მგელაძე, ასევე გახლავთ პროფესორი და პოლიტიკური პარტია ჩვენის პოლიტსაბჭოს წევრი და ერთ-ერთი დამფუძნებელი. მადლობა, რომ მობრძანდით სტუდიაში. მოდი დავიწყოთ საუბარი. ბატონ ლაშა, თქვენგან დავიწყებ, როგორც პოლიტიკოსისგან და პარტიული, ასე ვთქვათ, წევრისგან, პარტიის წევრისგან, თქვენ მოსაზრება მაინტერესებს. პარლამენტის თავმჯდომარემ ბატონმა შალვა პაპუაშვილმა თქვა, რომ საპატრიარქოს პირდაპირ დაესხნენ NGO-ები თავს და თუ პაվել ხერჩინსკი არ გაიმიჯნება ამ პროცესს, ეს ნიშნავს, რომ ისიც ხელშემწყობია ამ პროცესის. ევროპა პირდაპირ ეუბნება კაია კალასის შეფასებებს ალბათ ნახავდით საქართველოს ხელისუფლებას, რომ თქვენ აი ამ დათქმებით უნდა იმუშაოთ. წინამძღ შემთხვევაში თქვენ გადაიხდით ამაში პოლიტიკურ ფასს. ეს პოლიტიკური ფასი არის ევროლიბერალიზაცია, ხო? ვიზა ლიბერალიზაცია. კი ბატონო, უვიზო მიმოსვლას უნდა დავეშვიდოთ. და რაღაცნაირად ეს წყალგამყოფი შეიძლება გახდეს. ხელისუფლება ამბობს, რომ ეს ულტიმატუმის და შანტაჟის ენაა, რომ ლეგიტიმური, ასე ვთქვათ, პირობები ესენი არ არის, რადგან საქართველოს ხელისუფლება ბოლო 10 წლეულის განმავლობაში არ იმსახურებს ევროპული ბიუროკრატიისგან ამგვარ დამოკიდებულებას და საქართველოს საზოგადოება თავისი განვითარების ხაზით არის სწორედ ევროპისკენ ორიენტირებული. ეთანხმებით თუ არა თქვენ საქართველოს ხელისუფლების ამ პოზიციონირებას? მოდი გავყოთ ორად და დავიწყოთ საპატრიარქოს წერილი, კი ბატონო და ულტიმატუმი. საპატრიარქოსედაც მე ვისაუბროთ, ხო? ჩემი გადმოსახედიდან არასწორი არის აქცენტის ესე დასმა, რომ ულტიმატუმი წაუყენა ევროპამ საქართველოს. ულტიმატუმია, ფაქტია. და რატო? იმიტომ რომ ეს პირდაპირ ნიშნავს, რომ ჩვენ ჩემი გადმოსახედიდან დათურ სამსახურს უწევთ ამ კუთხით აქცენტის დასმით, როგორც ხელისუფლებას, ასევე ქართულ საზოგადოებას და რატო? ნახეთ, რას ნიშნავს ულტიმატუმი წაუყენა? ხო? ჩვენ ხედავთ, რომ ევროპის კავშირი გვეუბნება არა მარტო ამ ხელისუფლების პირობებში, მთელი 30 წელიწადია შექმენით დამოუკიდებელი სასამართლო. და ეს ვერ გაგვიკეთებია.
ქვეყანაში იყოს სიტყვის და კანონის უზენაესობა და სიტყვის თავისუფლება. ეს ვერ გაგვიკეთებია. და ბოდიში ამ გამოთქმაზე გადასული ვართ რაღაც ბოდვაში, რომ იდენტობას გვართმევ. რას ნიშნავს იდენტობას გვართმევ? სიტყვის თავისუფლება, სასამართლოს რეფორმა, თვითმმართველობის გაძლიერება, თვითმმართველობის სისტემის რეფორმა, სახელმწიფო ინსტიტუტების სრულყოფა, ხელისუფლების შტოებს შორის ესე ვთქვათ ფუნქციების მკაფიოდ და დანაწილება, კორუფციის დონის შემცირება, ეს იდენტობის ძართვევა? სააკაშვილის განთავისუფლება. ბატონლაშა. სააკაშვილამდე მივიდეთ. ბატონ თორნიკესთანაც გადავიდეთ პოლიტიკური პატიმა. არა, მათ შორის არის. მათ შორის სააკაშვილო. მოდით ერთი ვიდრე სააკაშვილამდე გადავთ, მე მინდა ხაზგასმით თქვა რომ დიახ, როდესაც ზოგადად, ანუ ლინგვისტურად ultimatumi ნიშნავს რომ თუ ამას არ გააკეთებ, მაშინ მიიღებ ამას. ეს თავისთავად ultimatumია. ეს ადამიანები გთხოვენ მეასეჯერ, მე მგონი რომ ეს გავაკეთოთ. ხმოვანი არის თუ მოთხოვნა. არა, ეხლა უკვე არის რა, თუ არ გააკეთებ, ჩვენ გავაუქმებთ. აქამდე ეს არის ultimatum რეკომენდაციები. რამდენი წელია? 12 წელიწადია თუ გვაინტერესებს ბოლო ხელისუფლებას და ისე 30 წელიწადი აგრძელდება კი თავისუფალი სასამართლო არა მაგას არ გიკითხებით რამდენი წელია ის გრძელდება აი ხან ბოლო პერიოდში როდესაც ულტიმატუმის ენით საუბრობენ აი ზუსტად მაგას რასაც თქვენ ეხლა უკვე ეს არის რომ ეხლა კი არ არის რამდენი რეზოლუცია მიიღეს ელემენტარულად ულტიმატუმის ენით საუბრობენ 9 პუნქტიანი გეგმიდან რომელიც შევასრულეთ რომელი არ შევასრულეთ არც ერთი რომელი აი მითხრა არც ერთ მაგათ თქვი სასამართლოს ის რა ქვია რეფორმა განხორციელებს თავად არა რეფორმა მიმდინარეობს აქ არ არის ლაპარაკი სასამართლოს დამოუკიდებლობაზე მაშინ როდესაც ტიტუშკები ცემენ ესე ვთქვათ და არც ერთი პოლიციელი და არც ერთი ძალოვანი არ არის ის ესე ვთქვათ ძალაუფლების გადამეტებაზე ესე ვთქვათ რატო არ არის ერთი წუთი დავამთავრებ ერთი წუთი არ არის ვინ დასაჯეს გამოძიება მიმდინარეობს არც ერთი და მაშინ სილას გააწნაზე ვსაუბრობთ ჩვენ. მაშინ როდესაც ხელისუფალი გვეუბნება სილის როდესაც ჩვენ მაგალითები უნდა მოვიყვანოთ ევროპიდან და ამერიკის შეერთებული შტატებიდან. თქვენ რო ამბობთ რომ რატო უნდა დავანებოთ კაცო ყველაფერი შედარებითია როგორ უნდა დავანებოთ და მე როდესაც ერთი წუთი სხვა რაღაცას აი სხვა მაგალითს მოგიყვან თუ ყურეთ როგორი რაღაც არის როდესაც გაზაცდება 10-დან 9 შემთხვევაში პასუხს აგებინებენ. როდესაც ადამიანი არის შერჩევითი სამართალი. ერთი წუთი. ნახეთ რა არის მთავარი რა არის. როდესაც ის არ ვიცი გაერთიანება თუ რომელიმე ქვეყანა მოგვიწოდებს იმისკენ რომ ვთქვათ აი ეს სილა რო გააწნეს ის ადამიანი უნდა გამოუშვან ან პოლიციელს ვინც სილა გააწნა ის ადამიანი ციხიდან უნდა გამოუშვათ და არ უნდა მიუშვათ ერთი წუთი 4 წელი არ უნდა მიუსაჯოთ ხო ზუსტად იმისგან არ მივიღებთ ჩვენ იმიტომ რომ იმ ქვეყანაში სადაც ეს ქვეყნები რომლებიც მოგვიწოდნენ უარესი ხდება აი ეს არის ხლები აი ეს გავუკერ არის სადაველი დაჭრით არის პოლიტიკური ნიშნით დაჭერილი თქვენ კადრები არ ნახეთ თქვენ კადრები არ ნახეთ თქვენ თუ გინდათ რომ მხოლოდ აღქმებზე იყოს დამოკიდებული და არა ფაქტებზე ეგ სხვა თემა არის თუ მაცდით გეტყვით როდესაც თქვენ ჩვენ შერჩევით საუბარზე შერჩევით სამართალზე ვსაუბრობთ. როდესაც ერთი მხრიდან ძალადობა არის და ეს არ ისჯება და მეორე მხრიდან სილის გაწნა თურმე არასწორი ამაზე ვსაუბრობთ. რატომ არ ისჯება? პოლიტიკური ნიშნით იჭერს. პოლიტიკური ნიშნით არის დაჭერილი. პოლიტიკურებში რამდენი განთავისუფლდა სამსახურიდან და გათავისუფლდნენ ერთმანეთთან დაპირისპირების გამო. კლანების დაპირისპირების გამო და არა იმიტომ რომ ბატონოლაშა ხა პროფესორი კაცი პირველი სიმაზე პროპაგანდაზე ხართ აწყობილი არ ვიცი ხა მე შემიძლია ვთქვა რომ თქვენ იბიტებების პროპაგანდაზე ხართ აწყობილი ეგ რა შუაშია ერთი მაგალითი ვიხარით ვინც გაათავისუფლებს სამსახურებრივი მდგომარეობის გადამეტების გამო ერთი მაგალითი ვიხარით უკაცრავად მაგრამ ეს დისკუსია არ არის არასაც თქვენ მიმართავთ არ არის თქვენი დრო არ იყო აღარ იყო თქვენი დრო თქვენ ეჭრებით და მე არა ერთი თქვენი დრო არ არის უბრალოდ ჩვენ აქ ხმამაღლა კი ბატონო არა არ მომისმენთ თქვენი დიდხანს ისაუბრეთ თორნიკეს უნდა ვაცადოთ თავისი აზრის გამოთქმა ორი პროფესორი ადამიანის ხეთხართ შედარებით ახალგაზრდა და ცოტა ემოციისგან დავიცალოთ და ისე ვისაუბროთ ახლა გადავიდეთ საკითხზე რასაც ქვია დიახ კი ბატონო იდენტობა რას ჩამოვა თქვენ არ ყოფნით თქვენ საუბრობთ ეთერი თქვენ საუბრობთ ბატონ
ლაშა. ჩემი შესავლის შემდგომ. მაყურებელი კი არა, ეს ჩანაწერი იქნება და შეხედეთ საკუთარ თავს. ახლა ვნახოთ. პირველი და მნიშვნელოვანი საკითხი არის, რომ არავისგან არც ერთ დამოუკიდებელ ქვეყანას არ სურს, არ ეკადრება და არ ეკუთვნის ულტიმატუმების ენით საუბარი. პირველი. ჩვენც ძალიან ბევრი გავაკეთეთ ევროპასთან მიმართებაში. ევროპასაც ჭირდებით ჩვენ, ნუ ეს თქვენი მოსაზრებაა, ჩვენ ვცდილობთ ყოველ შემთხვევაში იგივე საგარეო პოლიტიკური თვალსაზრისით, იგივე საერთაშორისო ურთიერთობების დონეზე ხმის მიცემის პროცედურა იქნება თუ რუსეთის წინააღმდეგ ბოლო-ბოლო რეზოლუციის თანაინიციატორები ვართ ძალიან ბევრ შემთხვევაში. კი ბატონო, კარგი, მეორე და მნიშვნელოვანი. თქვენ თავად ბრძანებთ, რომ ჩვენ ევროპულ და ამერიკულ დემოკრატიას არ უნდა შევედაროთ იმიტომ რომ მაგათ ხوار ვედებით და ევროპა და ამერიკა გთხოვენ რომ მათ დონეზე დემოკრატია რომ კონდეს უკვე დაწყობილი სისტემები მაშინ სულ აღარ მინდა ევროკავშირში შესვლა შევდივარ იმიტომ რომ გავიზარდო არა თუ მათ დონემდე ვიქნები უკვე არ მინდა იქნები მე შესვლა არა დანაშაულია არა მე რომ აწყობილი შესვლა გაინტერესებს არ მინდა უბრალოდ თქვენ უტრირებთ მე რომ კონდეს სვანაირად უდგებით სიტუაციას რა არა ერთი წუთი მე რომ კონდეს ისეთი აწყობილი დემოკრატია როგორითაც მთხოვს თქო მაშინ საერთოდ რაღა მინდა იმ ოჯახში იმიტომ მივდივარ იმ ოჯახში რომ კარგი წესი ვისწავლო კონდეთ მაგრამ ქვეყნის უსაფრთხოება და ეკონომიკური კეთილდღეობა კარგი 2008 წელს კარგი მაშინ უფრო მნიშვნელოვან კითხვას დავსვამ 2008 წელს საქართველოში იყო ბოდიში ციხეებში ადამიანებს ჩაგრავდნენ 30 კაცი იჯდა 5 კვადრატულ მეტრში ბიზნესებს ახებდნენ უკან და უკან მიდიოდა დემოკრატია და end არის ის რომ დასავლეთი და თქვენი სანაკებო ევროპა გვეუბნებოდა რომ ეს არის დემოკრატიის შუქურის ხელისუფლება კი ბატონო ბიუროკრატია არა ერთი წუთი უსაფრთხოებას მოვაყოლე და დამასრულებინე და ამაზე გასცემთ 2008 წელს როდესაც რუსეთი ჩვენი ისტორიული მტერი და ოკუპანტი შემოიჭრა საქართველოში და მე უსაფრთხოების ხულგად მყავდა აქ ამერიკა და ევროპა რა გამიკეთა ვერაფერი და არაფერი და ახლა თქვენ ისაუბრეთ კი ბატონო შევდეთ მე შემთხვენ ამიტომ უსაფრთხოება ჩემთვის არგუმენტი არ არის დრომ და ისტორიულმა გამოცდილებამ აჩვენა რომ ეს არ არის რუსეთ ამაზე ერთხელ უკვე გესაუბრეთ რაც ჭირდებოდა მნიშვნელოვანი კვანძები და გასასვლელები რაც ჭირდებოდა რუსეთს ეს საერთოდ ჩვენ უნდა გავაკეთოთ ხო ძალიან კარგი იგივეს ვამბობთ ჩვენც მივედით აქამდე კონტექსტიდან ამოჭრას თუ საუბრობთ ამოჭერეთ არა მადლობა პირველ რიგში სიტყვის მოცემისთვის და პირველ რიგში მინდა გითხრათ რომ ერთი წუთით პირველ რიგში მინდა მოგილოცოთ ახალი ესე ვთქვათ ოფისი ახალი სტუდია და ყოველთვის მიყვარს აქ ესე ვთქვათ სტუმრობა და გიდასტურებთ პატივისცემას. რაც შეეხება თვითონ სიტუაციას ევროპასთან მიმართებაში და თუნდაც ამერიკის შეერთებულ შტატებთან მიმართებაში, რეალურად ჩვენ ბოლო წლების განმავლობაში გვესმის ესე ვთქვათ ულტიმატუმით საუბარი, რა თქმა უნდა. თუ არ გააკეთებ ამას, დაგიწესებ, აი ამ სანქციას მივიღებ, აქ დაგაჯარიმებ, აქ ბიძინა ივანიშვილს ის სანქცირებას გაუკეთებ, იქ რაღაცა დავაშანტაჟებ, რა ვიცი 2 მილიარდზე მეტი. ულტიმატუმი მე ხო, სხვა რა არის ულტიმატუმი? შემდეგ იქ რა ვიცი ამერიკის შეერთებული შტატებიდან გამოგზავნა რაღაცა წერილის, რომელიც უშუალოდ რაღაცა წერილის გამოგზავნა, რომელიც ელჩს უნდა გადაეცა ბიძინა ივანიშვილისთვის, კონკრეტულად ბიძინა ივანიშვილისთვის და ამაზე პრემიერმა ისაუბრა 2 თუ 3 დღის წინ და რატო იყო ეს მნიშვნელოვანი რომ კონკრეტულად ბიძინა ივანიშვილამდე უნდა მოსულიყო, რატო არ შეიძლებოდა რომ პრემიერ-მინისტრს აიღო ეს წერილი და მაინც მივიდოდა ხო მე ბიძინა ივანიშვილამდე ეს შეტყობინება, იმიტომ რომ ზუსტად ეს არის შანტაჟის ენაზე ვსაუბრობ, ახლა მე სხვა არაფერზე არ ვსაუბრობ. ერთი რაღაც არის, ერთ რაღაცას საუბარს აზრი არ აქვს, ბიძინა ივანიშვილზე გაკეთებით რა, თქვენ თუ ესე უგულებელყოფთ სახელმწიფო სტრუქტურებს, ხო? მაშინ თქვენთან აზრი არ აქვს ამ თემებზე საუბარს. უბრალოდ აი მაგას გეუბნებით, თქვენ თუ პრემიერ-მინისტრს უგულებელყოფთ, არ ვიცი, შინაგან საქმეთა მინისტრს, ასე შემდეგ. ბიძინა ივანიშვილი არის ერთ-ერთი ბიძინა ივანიშვილი
წინააღმდეგ ვერ წავა. მე მესმის რომ ვერ წავა, თუმცა ამ ქვეყანაში არის ამ ქვეყანაში და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამ ქვეყანაში არის რაღაც შესაბამისი უყურეთ რაში არის საქმე, შესაბამისი პროტოკოლი არსებობს და შესაბამისად უნდა მოიქცეს არეკადრება ქვეყანაში. ამერიკის შეერთებულ ამერიკის შეერთებულ შტატებს ერთი წუთით რა მე ერთ რაღაცას გეტყვი აი უცბად რომ განვიხილოთ ვინც წერს პასუხს იმას უნდა მიწერო ნახეთ წერილი მიწერა ქართული მხარის მოკლედ რომ განვიხილოთ პრემიერის აპარატი მე დაახლოებით წერილი მიწერა ბიძინა ივანიშვილა პრემიერის აპარატის ხელი ერთი წუთით მე დაახლოებით 3 წიგნი მაქვს გამოცემული სადაც უშუალოდ რუსეთზე ვსაუბრობ თუ როგორი ოკუპანტია აი ეს ისე თქვენთვის ცნობისთვის და ეს არ არის ის რომ ამერიკის შეერთებულ შტატებზე რომ საუბრობ რომ ეს იმას არ ნიშნავს რომ ვაკრიტიკებ თქვათ რომ ეს იმას არ ნიშნავს რომ ვინმეს მხარს ვიჭერ ამ შემთხვევაში რუსეთის მხარს აქ რაზე ვსაუბრობ მე იცით რომ არსებობს რაღაცა პროტოკოლი რასაც უნდა დაემორჩილოს ყველა პოლიტიკური სტრუქტურა ხო თუნდაც ელჩი იქნება არ ვიცი აქეთ ხარის თქვათ პრემიერ-მინისტრი და ასე შემდეგ ხო ესე არის შესაბამისად ამერიკის შეერთებულ შტატებს ამერიკის შეერთებულ შტატებს არ ეკადრება ასეთი ქმედებები არც ევროკავშირს იმიტომ რომ ევროკავშირი რეალურად რეზოლუციაზე იღებს გთხოვს სააკაშვილის გათავისუფლებას იქ არ ვიცი რელიგიური რაღაცა ფარას კანონის გაუქმებას რომელშიც თვითონვე იღებენ და თვითონვე უარეს კანონებს იღებენ იქ რომ და გაირკვა რომ პროპაგანდა და რატო არის მორიგი პროპაგანდა კაცო რამოდენიმე ქვეყანაში დღეს ევროკავშირში მიღებული არ იყოს და დღეს მიიღეს საფრანგეთი გერმანია არ ვიცი ნებისმიერ ხელოვნურ ინტელექტთან ალბათ გაქვთ თქმა შეგიძლიათ გადაანაწილოთ ძალიან მარტივად რეკლამის შემდეგ გაშალეთ ეს თემა ვერ ჩააწევთ ამას ჩვენთან არ უნდა იარსებოს თქვენ მაგას არა, იმიტომ რომ ჩვენ ეს ჯუნგლებში ვართ. კი ბატონო. კარგი. გავიდეთ რეკლამაზე. არ უნდა გავიგოთ, არასამთავრობო ფულს რაში დახარჯავს? თქვენი აზრით? და ვინ გიწევს როდის იყო დამალული ეს? დამალულია ჩვენთვის დამალული. თუ არ ნახულობთ ეს სხვა თემაა, თორე არ დამალული არავის არის. არის საიტებზე იყო. რომელ საიტზე არის? მე ვენდობი სახელმწიფო საიტსა და სახელმწიფო სახელმწიფო გამოქვეყნებულ დამალული იყო. ერთი წუთი სახელმწიფოსთვის სახელმწიფო არ უნდა იცოდეს ყველაფერზე ვსაუბრობთ იმის გარდა. მე თვითონ თქვენ ფიქრობთ რომ სახელმწიფო არასამთავრობო სექტორი სახელმწიფო არ იცოდა რა შეხარჯავდა ფულს და იცით რომ ამის ბენეფიციარი 90% შემთხვევაში სახელმწიფოა მთახელის იცით ეს და თუ მე გიმალავდა ეს სახელმწიფო რეკლამაზე ვართ შეკითხვები, რომლებიც გიჩნდებათ და პასუხები, რომლებსაც ელით. თავარი თემები, საინტერესო სტუმრები და ცხარე დებატები. ყოველ ორშაბათს, ოთხშაბათს და პარასკევს 16 საათსა და 10-ზე ეკა სეხნიაშვილის საავტო